მოგესალმებით. ჩვენო მეგობრებო, მოგესალმებით ოჯახის წევრებო, მივესალმები ქუთაისს, მივესალმები იმერეთს. დიდი მადლობა ამ თანადგომისთვის, დიდი მადლობა ამ ბრძოლისთვის, დიდი მადლობა იმ უზღვავი სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ამ ქალაქისადმი, ამ ულამაზესი მხარესადმი, ამ ქვეყნისადმი. იცით რა, ჩვენ მხარდამხარ ვართ იმაზე ძლიერები, ვიდრე ძალიან ბევრს გონია და პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს არ გონია ჯერ კიდევ ის თუ რამდენად ძლიერია ერთობა. ძალა არის დიახაც საზოგადოებაში, ძალა არის ხალხში, ძალა არ არის სუსში და ძალა არ არის იმ სავარძლებში ჩაბრძანებულ და წამოსგუბებულ ადამიანებში. დიახაც ჩვენ როცა გვინდა რომ ძლიერი სახელმწიფო ვაშენოთ, გვიწევს რთული გზით სიარული. რთული გზით სიარული, მძიმე გზით სიარული არის დიახაც გარანტია ძლიერი სახელმწიფოში. მარტივი გზით სიარული ისტორიამაც ჩვენ არაერთხელ გვასწავლა, რომ ძლიერ სახელმწიფოს ვერ ვაშენებთ. ოლიგარქს რეჟიმს ეგონა რომ უკადრებელს იკადრებდა 30 ოქტომბერს და იკადრა. მართლაც უკადრებელი იკადრა. ჯერ მარტო ის რა დღირს. აი ხა ძალიან მაინტერესებდა და უბრალოდ კიდევ რა იკადრა. ვარკვევ ხა სხვადასხვა ქალაქებში ოდესაც მიწევს ჩემს მეგობრებთან თქვენთან ერთად შეხვედრა და ყველგან ერთი და იგივეს გეუბნებიან. აურაცხელი რაოდენობის ნარკოტიკები დაარიგეს 30 ოქტომბერს და აი ასეთ მდგომარეობაში მერე ჩააგდეს უამრავი ახალგაზრდა, რომ გონება დაბრუნებულს ყველაფერი ეკადრებიათ, ანუ დანაშაული ჩაედინათ და ძალადობა მოეტანათ თქვენზე და ჩვენზე. და ეს გააკეთა ხახდო ხელისუფალმა. წარმოიდგინეთ ხელისუფალი, რომელიც კადრულობს ყველაფერთან ერთად ნარკოტიკების დარიგებას ახალგაზრდებისთვის. ეს არის უკიდურესად უზენაო საქციელი, რომელსაც პასუხს აუცილებლად გავცემთ და ხელისუფლებას ეგონა და ბიძინა ივანიშვილს ეგონა და იფიქრა და ჩაიფიქრა, რომ ყველაფერს ვიკადრებ, ფიზიკურად ანგარიშს გაუსწორებ, დავჩაგრავ, პასპორტებს წავართმევ, ნარკოტიკებს დავარიგებ, კარუსელებს დავატრიალებ, ამ ყველაფერს გადაიღებენ ჟურნალისტები, იქ ჟურნალისტებსაც ასე თქვათ ფიზიკური ერის მივიტან მათზეც, მაგრამ ნუ სამაგიეროდ გავიფორმებ ამ მოპარულ არჩევნებს და მერე ჰქონდა იმის იმედი, რაც ნამდვილად არ აუხდა. მას ჰქონდა იმედი, რომ ჩვენ როგორც საკუთარ ბაკანში თავს შევყოფდით, ფეხმორთმულებით დავსხდებოდით და მივიღებდით ამ უსამართლობას. არა ხახდო, პირდაპირ გეუბნებით სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ წართმეული არჩევნების უკან დაბრუნებისთვის და ღირსების აღდგენისთვის. ეს არის თითოეული ქართველი საქართველოს პატრიოტის ვალდებულება. ბევრჯერ ისიც სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს აქაც, ვთქვათ, რომ არც თუ ისე ცოტა ადამიანს, არა მხოლოდ ქართველს და საქართველოს მოქალაქეს, აი ძალიან ახლოს რომ ყოფილა მიზანთან, ფარხმალი დაუყრია. არადა სინამდვილეში სულ რაღაცა ორიოდე ნაბიჯი აშორებდა წარმატებამდე და დაუყრია. რო არ დაეყარა ორ ნაბიჯს გადადგამდა და იქვე მოსახლეში წარმატება იქნებოდა. ჩვენ ისტორიაც კარგად ვიცით, ნებისყოფაც ძალიან ძლიერი გვაქვს და ზუსტად ვიცით, გააზრებულად ვართ ბრძოლაში და ბიძინა ივანიშვილის ვერცერთი მოკრიმინალო ელემენტი, ვერცერთი პროკურორი, პოლიციელი, უსამართლო მაღალი ჩინოსნები ვერ დაგვლიან. პირიქით, მათ ჩვენ კი არ დაგვაშინეს. ამაზე საუბარის მერიდება. რაც გააკეთეს კი ბატონო, ძალიან გაგვაბრაზეს, ძალიან გაბრაზებულები ვართ, მაგრამ საღაზრს არ ვკარგავთ. მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ბევრი დროც არ აგვაქვს. ზუსტად ვიცით, რომ ძალიან მალე უნდა დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები. ტრაგედიას ვადევნებდი თვალყურს გუშინ და არა მარტო მე, თქვენც, როდესაც
ტრაგიკული სცენარი დიახაც გათამაშდა ჩვენ თვალწინ, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დაცინის მოშიმშილე მომაკვდავ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს თავი დავანებოთ სახელებსა და გვარებს ერთი წამით. ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს აკაც ერთი წუთი შევეშოთ, ვინც არ უნდა იყოს, დაცინის აბუჩად იგდებს და ისტორიულ უსამართლობას რომ ბოლო მოუღოს, ამას კი არ ცდილობს. უბრალოდ დავინახეთ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მომვლოდინე რეჟიმში, როდის მოკვდება ქვეყნის მესამე პრეზიდენტი. ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც წინ უნდა აღუდგეთ ჩვენ, იმიტომ რომ ისტორიის წინაშე ვიქნებით დამნაშავეები. დამნაშავეები ვიქნებით თითოეული ჩვენგანი. მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა და მწამსისა, აქ საერთოდ არაფრის შუაში აღარ არის ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის ხარდაჭერია. მეტიც მე მგონია რომ პოლიტიკური პარტიული პოლიტიკა საერთოდ არაფრის შუაში არ არის. აღარაფრის შუაში აღარ არის. ახლა და იმის დასტური რომ ეს არაფრის შუაში აღარ არის ის ერთობა უნიკალური, რომელიც მე მინდა ვიხილო მრავალი წლის განმავლობაში მომავალში. გაერთიანება განსხვავებული ადამიანებისა კოალიციური გუნდი, რომელიც დიახაც ქუთაისაც პროგრესისკენ წაიყვანს და თქვენ ქვეყანასაც პროგრესისკენ წაიყვანს და თქვენ დაინახეთ, რომ აქაც ამ სცენაზე ახლა იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ, არ არიან და არასოდეს არ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერები და ამორჩევლები. თბილისში ხედავთ უამრავ ადამიანს, მათ შორის რუსთავის ციხესთან, რომლებიც არ იყვნენ, არ არიან და არასოდეს იქნებიან, შესაძლებელია ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლები და ხარდაჭერები მით უმეტეს, მაგრამ ყველანი ერთად ახლა ვისაც საღი აზრი შევჩენიათ, ასეთი არის აბსოლუტური უმრავლესობა. ხვდებით იმ ისტორიულ გამოწვევას პასუხი უნდა გაეცეს და ჩვენ დიახაც არა გვაქვს არანაირი მორალური ადამიანური უფლება ვუყუროთ და გავხდეთ თანამონაწილეები და ასე გავხდეთ ისტორიის წინაშე დამნაშავეები, როგორ გვიკლავენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის უახლოეს პერიოდში მიხეილ სააკაშვილი იქნეს გადაყვანილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და კიდევ უნდა გავიმეორო, რაც ბევრჯერ მithქვამს. რატო უკვირს ვიღაცას ხელისუფლებაში, რომ დიახაც ჩვენ ვღელავთ მის ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ვღელავთ მით უმეტესად გეუბნებიან, რომ გდანის ციხის საავადმყოფოში გადავიყვანთო იქ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მკურნალობს და იმათთან ერთად ვამკურნალებთო. ეს გეუბნება ამას ხელისუფლება, რომელიც აქციებს უწყობს ხო მოშიმშილე პრეზიდენტს და რას არ აკადრებენ და არც მალავენ, რომ მათ უნდათ ამ ადამიანის სიკვდილი. ბევრი ადამიანი დადგა ამ ქვეყანაში მორალური დილემის წინაშე და მე მიხარია, რომ ბევრმა ადამიანმა, ბევრმა ღირსეულმა საქართველოს მოქალაქემ დიახაც სწორი არჩევანი გააკეთა და ისტორიის სწორ მხარეზე დადგა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჭირს წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია როგორც ასეთი. ჩვენ თანამედროვე ქართველებს, აი ცოცხლები რო ვართ, ხედავთ ერთმანეთს, ვესალმებით. ჩვენ თვალწინ თუ მოხდა მართლაც ეს ტრაგედია, მაშინ ეს სახელმწიფო კარგს ვერაფერს ვერ მოიწევს. ამიტომ უახლოეს დღეებში თუ ხელისუფლება ამ დაბის არ გადადგამს, თქვენ ხედავთ ყველა ქალაქში იმართება ძლავრი საპროტესტო აქციები და ეს გაგრძელდება და ბოლო გაჩერება იქნება დედაქალაქში, თბილისში. ყველა მთელი საქართველო ჩავალთ იქ და ისტორიულ უსამართლობას წინ აღმუდგებით. ეს არ არის მუქარა, ეს არის დიახაც პატრიოტების წრფელი სიტყვები. ჩვენ წინ აღმუდგებით უსამართლობას. როდესაც ჩვენ გართმევენ არჩევანს და არჩევნების უფლებას ჩატარების, მაშინ დიახაც ხალხი ღელავს ყველა დასაშვები გზით
ცდილობს რომ მიტაცებული სახელმწიფო ოლიგარქს წაართვას და ნურავინ ეცდება ნურც მე ნურც ჩემი მეგობრები კოლეგები ნურც თქვენ დაგვაკომპლექსოს იმით რომ ქუჩაში დგომა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ეს არის ცუდი ტონი პირიქით თუ ქართველი ხარ თუ ამაყი ხარ თუ ვაჟკაცი ხარ თუ მართლა ზარღვებში ქართული სისხლი გაქვს ასე უნდა მოიქცე და მხოლოდ ასე უნდა მოიქცე როდესაც ხედავ ჩვენ ხელისუფლება შადის ყველაფერს რეჟიმი და რას აკეთებს თავმოწონებისა და სიამაყის განცდის შესაძლებლობასაც კი აღარ აძლევს ქართველებს იმდენად მათ თავზე გადი გამოდის აბუჩად იგდებს წარმოიდგინეთ თავმოყვარე ახალგაზრდა თავმოყვარე პენსიონერი თავმოყვარე ნებისმიერი ასაკის ადამიანი რომელსაც ვითომ კანონიერი ქურდი სინამდვილეში პოლიციის ზურგს უკან ამოფარებული და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურადაც კი ერთად მდგომნი პასპორტს ართმევენ ძალდატანებით ხახნო სახში უვარდებიან და პირადობის მოწმობას ართმევენ ეს რეალობა ხომ იყო 30 ოქტომბერს მთელს ქვეყანაში ამიტომ არ მოვერიდე არც მოვერიდები ჩემთვის ყველა ის ადამიანი ვინც ამას კადრულობს არის სახელმწიფოს წინაშე დამნაშავე აუცილებლად მათ უნდა აგონ პასუხი აგებენ მაგრამ არაშურისძიებით იმით რომ ჩვენ გავიმარჯვებთ მართალი ხალხი გაიმარჯვებს და აქაც მინდა დავდო ფიცი ისევე როგორც ბათუმში ისევე როგორც ზუგდიდში და ყველა ქალაქში იმიტომ რომ მე საკუთარ თავში და ბევრმა მეგობრებმა უკვე დიახაც განიმტკიცა ის წმენა რასაც ვაკეთებ და რისკედაც მივდივართ ბოლომდე უკომპრომისო ბრძოლა იქნება ბოლომდე იქნება უკომპრომისო ბრძოლა ორლესული ნიჩაბიც რომ მოიქნიო ბიზინა ივანიშვილო ხო თავს შეუშვე იმიტომ რომ ისე მაინც ვიცი რომ უსამართლობას თვალი არ გაუსწორე ისე მაინც მეწოდინება რომ თქვენთან ბრძოლაში და თქვენზე გამარჯვებით რომელსაც მოვიპოვებთ თუნდაც დიახაც სიკვდილის ფასად დამიჯდეს ჩემი შვილი ამაყებს აი ზუსტად ესეც მაძლიერებს აღარ არსებობს არც შიში და არც რიდი თქვენი არც ყველა იმ კანონიერი ქურდის რომელიც გვერდში ყავთ დაყენებული და ხმებს უკიდეგანოთ როგორ აყალბებდით ჩვენი კომისიის წევრები დამკვირვებლები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხმებს როდესაც იცავდნენ ხედავდნენ რომ კარუსას ატრიალებდნენ პოლიციელები კრიმინალურ ელემენტებთან ერთად აძევებდნენ უბნიდან ხახო ეს ასე ხო იყო და მე რასაც უნდათ იმას აკეთებდნენ მინიმუმ 10-15% აქვს მოპარული ყველა დიდ ქალაქში და ჩვენ ვიცით რომ გაკეთდა ამიტომ ეხა ბევრი რო აღარ გამიგრძელდეს ან ვარ ჩვენ ღირსეული ქართველები ან ჩვენ ვართ მამაცი ქართველები ან ჩვენ მართლა გული შევტივა ამ ქვეყნის მომავალზე ან ბიზინა ივანიშვილმა იბოგინოს ამ ქვეყანაში მოკრიმინალურ ელემენტებთან ერთად ამიტომ მოიკრიფეთ ძალა ეს ბრძოლა იქნება შესაძლებელია ძალიან ხანმოკლე ვერ იყოს მაგრამ მტკიცე იქნება დაიწყება უახლოეს დღეებში კიდევ უფრო ხალხმრავალი აქციები ქვეყანაში თქვენ შეიძლება ქუთაისში უახლოეს დღეებშიც მოგიწიოთ შეკრება ყველა ქალაქში თბილისშიც პარალელურად და მერე ყველანი ერთად პირდებით შევიკრიბებით თბილისში და მე პირადად სახში შესვლას არ ვაპირებ სანამ ეს უღირსობა არ დასრულდება დიდი მადლობა და მაგრად იყავით